სკოლა სანამ დავამთავრებდი, 2 თვით ადრე, მახსოვს აპრილის თვე იყო და სულიად შემთხვევით ჩემი ნათესავის ოჯახში აღმოჩნდი და ბებიაჩემიც მიშვილი იყო ცხონებული რამაზი კუპრავა, რომელიც გახლავთ სოხუმში ჟურნალისტიც იყო და პოეტიც. მოკლედ, ნათესავის ოჯახში ვართ, ვიმღერე, ვიცეკვე, ლექსები ვთქვი. და მეუბნება ეხლა ეს რამაზი ცხონებული, რომ მარიო სადაბარებო მითხრა, იურიდიულზე თქო. გაგიშდა. ახლა კი იცოდა რომ მამა ჩემი მილიციის უფროსი იყო, ბაბუა კაკების უფროსი და იცოდა რომ იურიდიულზე მიდოდა ჩაბარება, მაგრამ მარი არ გინდა იურიდიულზე ჩაბარებაო, დამიჯერეო, შენო ნიჭიერი გოგო ხარო და ჩააბარე სამსახიობოზეო. მოკლედ, ბევრი რა გელაპარაკოთ ამ 1 საათის განმავლობაში. მომთაფლა და გადავწყვეტე თეატრალურზე ჩაბარება. თან რა მომენტია? სკოლას ვამთავრებ, მაგრამ იყო ლიმიტი, მიზნობრივი ჯგუფი, მაშინ ასე იყო კომუნისტების პერიოდში და სამიანზე შეგეძლო ჩაგებარებინა. მე რა თქმა უნდა ეხლა ნიჭი, კაციც უნდა ყოლოდა და მოკლედ 2 თვის განმავლობაში რეპეტიციას ვიტარებდა, მეტყოლებას მასწავლიდა ბატონი ვასო ჩიგოგიცე. მაშინ გახდათ ჩვენი სუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. მოკლედ ბატონ ვასოსთან ვირეპეტიციე 2 თვე და იმ წელიწადს, რომელ წელსაც დავამთავრე 78-ში სკოლა და იმ წელსვე მოვეწყო თეატრალურ ინსტიტუტში. თავიდან გიანთაცის ჯგუფში. გია იყო ჩვენი რეჟისორი და მესამე კურსზე უკვე გააკეთეს სადიპლომო სპექტაკლი და 2 ჯგუფი გაგვაერთიანეს კურსი და დაიდგა სპექტაკლი კვაჭი კვაჭანტირაძე, სადაც ბატონმა დოდო ალექსიძემ და ლუგზარ გაჩავამ გააკეთა ეს სპექტაკლი და კვაჭიში ჭიპი ჭიპუტირაძე ვითამაშე მამაკაცის როლი. პირველი იყო ჩემი მამაკაცის როლი და ბიჭები გაგიჟდნენ, რომ აო, რა არისო ეხლა ვერ გავიგეო, მამაკაცები აქ არა ვართო და ცხონებულმა დოდო მოთხრა, "Это эксперимент" და ეგრე გაგმართლებოდე თქვენ, მაშინ ხუთიანი იწერებოდა და არა 10-იანი და ხუთიანი დამიწერეს ამ როლზე. მერე მეტყოლებას ბატონი გურამი საღარაძე გვასწავლიდა და რამხელა სკოლა გავიარე. აი ბატონი გურამი მეტყოდა ხოლმე რომ არასოდეს არ დაგავიწყდესო. თუ შენ ტკივილი არ იგრძელი და შენ მაყურებლამდე არ მოიტანე, ჩათვალე რომ შენ ვერ კითხულობო. აი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. და ბევრი რამ მასწავლა ბატონმა გურამიმ. როგორც კი დავამთავრეთ ინსტიტუტი, რადგან მისნობრივი ვიყავით, ჩვენ აუცილებლად უნდა დაბრუნებულიყავით სუგდიდის თეატრში. 82-ში დავამთავრეთ ჩვენ. და აი 82 წლიდან დღემდე 41 წელი დამთავრდა, რაც მე ჩემს სუგდიდის თეატრს ვემსახურები. ხოდა მე შანსები რომ წავსულიყავი თბილისში, მაგრამ არა. იმიტომ რომ მე სუგდიდის თეატრი მიყვარს. მე მიყვარს ჩემი ქალაქი, ჩემი სამშობლო, ჩემი მაყურებელი. ძალიან თეატრალი მაყურებელი ყავს სუგდიდის თეატრს. ძალიან. და ბედნიერი ვარ რომ დღესაც ჩემს სუგდიდის თეატრში ვარ. პირველი ჩემი დებიუტი იყო, მაშინ 21 წლის ვიყავი, ბატონმა ანზორ გვაძაბიამ რო დადგა სპექტაკლი ძალადექიმი მოლიერის, სადაც მარტინას როლს თამაშობდი მე. ცოტა რთული იყო, იმიტომ ხა სად 21 წლის გოგო და თამაშობ 40 წლის ქალს. მაგრამ აი დღემდე აი მახსოვს ძალადექიმის მოლიერის მარტინას როლი. არ დამავიწყდება ჯერთ, იმიტომ რომ ყველას საინტერესებდა მარინა დარასელია, რომ მაიც ახლა პირველი ახლა სკოლა, პროფესიონალი, დამთავრებული თეატრალური ინსტიტუტი, მე როგორი თამაშე, მაგრამ ანშლაგი იყო ხალხნო. როგორ მახსოვს სუგდიდის თეატრში 500 მაყურებელი ეტეოდა და კიდე 50 ადამიანი იდგა ფეხზე და უყურებდა ამ სპექტაკლს. მე არ დამავიწყდება არასოდეს. თქვენ წარმოიდგინეთ ლუარსაბ თათქარიძე რო დაიდგა, მე ვთამაშობდი დარეჯანს და ჩემი ზურა ლაშხია, ჩემი უნიჭერესი მსახიობი, ჩემი გემრიელი პარტნიორი ლუარსაბს თამაშობდა და აი სიმართლე გითხრათ, მაშინ კომუნისტების პერიოდში, ხო იცით ახლა ლუარსაბი როგორი დასადგმელი იყო და ძალიან საინტერესოდ გააკეთა და ორივე არაჩვეულებრივად ვითამაშეთ. მივხვდებით იმისა, რომ სულ ახალგაზრდები ვიყავით. პარტნიორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი, თქვათ რაღაცა მოხდა და დაგავიწყდა. იყო რაღაცა მომენტები, რომ დამვიწყებია, მაგრამ ზურასგან აი იმდენად ვიგრძენი, რომ მიხვდა, რომ დამავიწყდა, მაგრამ იმან ისე პროფესიონალურად კაციშვილი ვერ მიხვდებოდა. მხოლოდ მიხვდებოდი მაგას. მაყურებელი მაგას ვერ მიხვდებოდა. ძალიან ბევრჯერ გამოუყვანი ვარ ზურას. აი ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა პარტნიორს. ბოლოს 2022-ში რომ დაიდგა შაშვი მაყვალი,
არ დამავიწყდება. აი, ზურა რო თამაშობდა მეუთხარი ნიკა ჩიკვაიძესო, ნიკა გაიხარე. რა კარგია მეთქი რომ დისტრიბუტორი ზურა, აი რატო დამიჩება? იმიტომ რომ გემრიელისი პარტნიორია მეუთხარი. აი შაშმა მაგალითად, ხო, აი შაშმა საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის პრიზი მომცეს ოზურგეთის თეატრის ფესტივალზე საუკეთესო ქალის როლი. მორჩა. ჩვენი ფანდურზე დაგვრა. აღარ გამოვა არაფერი. აღარ გამოვა. ეს სიყვარული. იცი რას გავს? გოგო. შემოდგომას გავს. ბოლო რომ არის უკანასკნელი. ნეტა არც ახლა დაგინახავდეს ვინმე ბიჭო ამ გზაზე. შეშტერო კაცო შენ პოეტო, თავარეო. ჩემთვის ყველაზე საინტერესო აი როლს როცა მომცემენ, აი როლს ვითამაშების არა. აი ძიების პროცესში უფრო მიყვარს. აი სულ ეძებ, სულ გიდა რომ რაღაც აი ახლა აქ როგორ გავაკეთებდი. აი და მერე უკვე კულმინაცია და უკვე აღწევ იმას, აი უკვე შენ ძალიან ბედნიერი ხარ. აი უფრო კომედიის მსახიობი ვარ და მაგრამ აი დრამაშიც დარწმუნებული ვარ რომ კარგი ვიქნები. ჩემი ცოლის დაქალებში კასტინგიც არ გამივლია. ქალბატონმა ეკამ შავანაძემ დარეკა და მთხოვა რომ ლამარს როლი უნდა ითამაშო. სიმართლე გითხრა, თავიდან უარი უთხარი. ჩემი მამა მითხრას, არ უთხრა უარი, რას ამბობ, პროფესიონალი ხარ, უნდა მოხდე, მადლიზა გეხვეწებიან. და მართლა გითხრა, სამი თვის მერე დავთანხმდი. კრიმ ხო და ბუნხოზე ეუბნება. ხო და შენ ამდენი და მე დაბადებიდან ვარ ამასთან და ასე გამოშტერებული არასდროს მინახავს. და არ ჩენ გითქვამს არასდროს გრიშაზე გამოშტერებულია? ზუსტად. არც ახლა მითქვამს. ღოროთს განსახელი ხვამენ. ბატონი დათო, გემრიელისი პარტნიორია. ბატონ თათოში ვკითხულობ, აი რა უნდა? იქ ხო არის ხა მეგრელები, რაღაცა ბევრ რაღაცას ჩვენ თვითონ ვუმატებდით. აი მის თვალებში ვკითხულობდი ბატონ თათოს თვალებში, მას რა უნდოდა და გამოდიოდა არაჩვეულებრივი დუეტი. როგორი ბედნიერებაა, რომ მაყურებელს უყვარხარ. აი თბილისში ხო, როგორც კი გამაჩერებდნენ ქალბატონო ლამარა, შეიძლება თქვენთან სურათი გადავიყო. ყველა თაობა დაწყებული პატარა დამთავრებული უხუცესით. აი მადლობა უფალს, რომ არ ჩავაბარე იურიდიულზე და ჩავაბარე თეატრალურზე. სულ ეცებ, სულ ძიებაში ხარ, სულ როგზე ფიქრობ. ასე რომ ამით ვარ ძალიან ბედნიერი.